სამყარო არის ნამდვილად ისე აწყობილი, რომ ხან ადამიანს მოგდის მოტივაცია, ხან დემოტივაცია, ხან ბედნიერი ხარ, ხან მოწყენილი ხარ და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, ჩვენ სფეროში, როდესაც ჩვენ აქ უკვე შემოვდგით ფეხი და ვსწავლობთ და ვითარდებით, მე პირადად ჩემ გამოცდილებას გეტყვით, ყოველთვის ვცდილობ ვიყო მოტივირებული. რა თქმა უნდა, ვინაიდან მე ვარ ლიდერი და მე ვარ ვალდებული ჩემი უფროსი ლიდერების წინაშე და ჩემი გუნდის წინაშე, რომ ვიყო ყოველთვის პოზიციაზე, იმ სწორ პოზიციაზე, რომელსაც ჩვენ აქ გავდივართ და ვსწავლობთ. დემოტივირებული ადამიანი ვერ შექმნის კარგ გუნდს და ამიტომ მათი გუნდის წევრებიც, რა თქმა უნდა, დემოტივირებულები ხდებიან, როცა თავიანთი ლიდერი არ გამოამჟღავნებს იმ კარგ უნარებს და იმ სწორ გზას არაჩვენებს მათ, რაც არის საჭირო. მე ძალიან ბევრი რამე ვისწავლე აქ. პირადად მე თუ რაღაცა მომენტში მოხდა ეს და დემოტივირდები უცბად და ან მოვიწყენ და რაღაცას ცუდი აზრები გამივლებს თავში, აუცილებლად მე გადავდივარ ჩვენი უფროსი ლიდერების მასტერკლასებს უსმენ, რა თქმა უნდა, YouTube-შიც მოვძებნი, ვეძებ ყოველთვის რომ მასტერკლასებით ავიმაღლო ჩემი ცოდნა და ამის შემდგომ მე რა თქმა უნდა ვდგავ კიდევ უფრო სწორ ნაბიჯებს. ვინაიდან ეს არის აუცილებელი. მე მინდა რომ გავამართლო ჩემი სახელი, ჩემი ლიდერობა და ვიყო საუკეთესო ლიდერი.